ის ტკივილები, რაც შენ გულში გაქვს და ატარებ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში და მოუშუშებელი არად გრჩება ყველაფერი, ეს არის შენი ცხოვრების უდიდესი გაკვეთილები, რაც შენ გაიარე. ეს არ უნდა დაგავიწყდეს. ყველა განსაცდელი, ყველა გულის ტკენა, რაც კი გაგივლია, რაც მოუყენებიათ შენთვის, პირადად შენთვის, როგორც ადამიანი, გაუნადგურები ხართ. გაუგდი ხართ და გადაულიათ შენზე. ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს საკუთარი თავის გაძლიერებისთვის. არასდროს არ უნდა დაითრგუნო თავი, არასდროს არ უნდა დაისტრესო თავი, რომ შენ ეს დაგემართა. პირიქით შეცვალე შენი აზროვნება და მიდგომა იმასთან მიმართებაში, რომ შენ ეს ყველაფერი იმიტომ დაგემართა, რომ ბევრი რამე ისწავლო და უფრო გაძლიერდე შენ ცხოვრებაში. კიდევ ბევრჯერ გატკენენ გულს. კიდევ ბევრჯერ შეგხვდება ცუდი ადამიანი ცხოვრებაში, მაგრამ უნდა ისწავლო შენი თავის ფასი. შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვინც შენს თავს ისე დააფასებს, როგორც არასდროს არავინ. შენ უნდა გაუფრთხილდე შენს თავს, შენს ნერვებს, შენს ცხოვრებას, შენს სიცოცხლეს, შენს ფსიქიკას, შენს ადამიანობას. როცა შენ ყველაფერს ფიქრდები და ანალიზებ, შენს თავთან მარტო რჩები და შენს ფიქრებში ხარ ყველანაირად განმარტოვდები, თუნდაც ფსიქოლოგიურად ფიქრებში განმარტოვდები და მიხვდები, რომ იქაც მარტო ხარ და შენი თავის იმედი უნდა გქონდეს, მაშინ მიხვდები ყველა იმ საფეხურზე ასასვლელ გზას, როგორ უნდა გააძლიერო შენი ფსიქიკა, რომ შენს გულამდე არ მოვიდეს აღარანაირი ტკივილი, აღარანაირი წყენა და შენ ეს ყველაფერი მიიღო, ასე ვთქვათ, ცივად და არ მიიღო დარტყმად შენს ფსიქიკაზე, გულზე, ცხოვრებაზე, ემოციებზე და ასე შემდეგ. ყოველთვის უნდა იყო მოტივირებული, რომ შენ განვითარდე, გაძლიერდე და ყველა შენი განსაცდელი ცხოვრებაში, ყველა შენი განსაცდელი, რაც გადაგიტანია და რასაც გადაიტან მომავალში, ნუ გონია რომ დამთავრდება ეს ოდესმე. ყოველ დღე უნდა განვითარდე, ყოველ დღე უნდა გაიზარდო საფეხურ ან ნაბიჯ, აი უნდა ახვიდე ფსიქიკურად, მენტალურად, უნდა ახვიდე. თუ არ განვითარდი, ან მაღლა თუ არ ახვედი, ხო, დაეცემი და ძალიან ცუდად აღმოჩნდები, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდები, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ფსიქიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შეიძლება იმ დონეზე გატყდე, რომ აი ვერავინ ვერ მოახერხოს შენი გადარჩენა და გამოყვანა უკან ამ სამყაროში რეალობის აღქმის მიმართად. შეგძულდება ადამიანები, ყველა ერთნაირი გეგონება, კი არიან ცუდებიც, კარგებიც, რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ შენ უნდა იყო ჯერ შენ თავთან კარგი, ჯერ შენი თავი უნდა შეიყვარო, პირველ რიგში შენი თავი შეიყვარე. ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის შენი თავის ფასის გაგება. შენს თავს ფასს თუ არ გაიგებ, ვერასდროს ვერ გაიგებ ვერაფრის ფასს. ვერც სიცოცხლის, ვერც სიყვარულის, ვერც ბედნიერების, ვერც მეორე ნახევრის, ვერაფრის. თუ ყავს თუ არ ყავს, ნუ არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა იმასაც ბიჭი ხარ თუ გოგო, ეხა ვინც უსმენ ამ ყველაფერს, გეუბნები რომ უნდა იცოდეს შენი თავის ფასი, შენი სიცოცხლის ფასი, იმიტომ რომ ერთი არის სიცოცხლე და როდის დამთავრდება, ეს სიცოცხლე არასდროს არ იცი და ყოველთვის მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდე შენს სიცოცხლეს, შენს ნერვებს, შენს ფსიქიკას, შენს გრძნობებს და გულს. როდესაც ამ ყველაფერს გაანალიზებ და გაძლიერდები, ნაბიჯ, ერთიანად არ ხდება, ნაბიჯ უნდა გაძლიერდე შენი მენტალური, ფსიქიკური და ადამიანური ყველა შესაძლებლობა, შეხედულებები უნდა შეკრა ერთად და მოახდინო ამ ყველაფრის კულტივირება, რომ აი ეს ისე შეიკრას, რომ ვერაფერმა ვერასდროს ვერ მოახერხოს ამ ყველაფრის დანგრევა. უნდა შეკრა როგორც რქვა და რკინა. შენი ფსიქიკა უნდა გააძლიერო იმ დონეზე, როგორც რქვა და რკინა. არაფერმა არ უნდა მოახერხოს დარტყმა და გულის ტკენა შენს გულში და ტვინში. და სულშიც, რა თქმა უნდა, სულშიც. სული როდესაც ტკივა, ყველაზე მწარი არის. გული შეიძლება გეტკინოს და გაგიაროს. გონებაში შეიძლება დაგჩეს რაღაცა და მაგრამ სულამდე რო ჩამოდეს ადამიანი და ის ზიანს მოგაყენებს, დაგიკიდებს ფეხებზე, ხო? ის ადამიანი შენ ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა გააქრო. ჩათვალე რომ აღარ არსებობს. უბრალოდ უნდა გააქრო და ყოველთვის კონცენტრაცია მოახდინე შენთვის საყვარელ ადამიანებზე, შენს სულიერ მეგობრებზე, სულიერ ისეთ ადამიანებზე, ვინც ყველანაირად მაქსიმალურად გაგიგებს. ძნელია ესეთი ადამიანის პოვნა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეძებო, რომ ესეთი ადამიანი ცხოვრებაში იპოვო და როცა იპოვი და იგრძნობ ამ ყველაფერს, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ გაუფრთხილდე როგორც საკუთარ სულს. ესეთ ადამიანებს, რომელიც შენს
ცხოვრებაში არსებობენ ან გამოჩნდებიან რომელსაც საერთო გაქვს ძალიან ბევრი, როგორც საკუთარ სულს ისე უნდა გაუფრთხილდე. იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის ესეთი ადამიანები, ძალიან. წარმატებას გისურვებთ სულ ყველას. იმედია რომ გამოგადგებათ ჩემი რჩევები.